შეგვიძლია ერთხელ და სამუდამოდ სახელმწიფოში შევქმნათ სახელმწიფოებრიობის განცდა და შევქმნათ მართლაც ეს კომისია, რომელიც გამოიძიებს ობიექტურად სინამდვილეში რა მოხდა. მე პრინციპულად წინააღმდეგი ვარ ამ თემებზე სპეკულაციების. ქრისტიან დემოკრატების ინიციატივა არის დროული, არის სწორი ინიციატივა, დაკავშირებული არის კონკრეტულ პრობლემატიკასთან და ეს არ არის ერთი ან ორი და თქვენება თუნდაც 10 საკითხი. ეს არის ზოგადად ჩვენ ვარ თუ არა სახელმწიფო და როგორი სახელმწიფო ვარ თუ არა ჩვენ სამართლიანი სახელმწიფო, რომელსაც აქვს სურვილი რომ ქვეყანაში იყოს საზოგადოებაში განცდა სამართლიანობის. ამიტომ მხარს უჭერ ფრაქციის ამ ინიციატივას და ყველას მოუწოდებ შეიქმნას ეს კომისია. დაახლოებით თუ ენახევრის უკან მე და ბატონმა იურა ვაზაგაშვილმა ჩემ სამუშაო ოთახში ჩავატარეთ შესაბამისი ბრიფინგი, შესაბამისი ფოტომასალა გადაგზავნილია საქართველოს მთავარ პროკურატურაში და არა მარტო ეს ფოტომასალა, არამედ უამრავი მტკიცებულება, ბევრი ახლად აღმოჩენილი გარემოება, რომელიც ხატყობს, რომ უხეშად არის ფალსიფიცირებული უამრავი მტკიცებულება საქმეზე მოპოვებული. არის უამრავი სხვა მტკიცებულება, რომელიც ასევე ადასტურებს, რომ ძალიან ბევრი მტკიცებულება არის ფალსიფიცირებული. ეს მასალები უკლებლივ გადაგზავნილია ჩემს მიერ შესაბამისი სადეპუტატო შეკითხვით ბატონი ზოდელავა სახელზე. დაახლოებით თუ ენახევრის უკან. როგორც თქვენ არ მიგიღიათ პასუხი ამაზე, ისე მე არ მიმიღია საქართველოს მთავარი პროკურატურიდან. ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ამ ინიციატივაში არის ის, რომ ეს არის ერთგვარი ტესტი დღევანდელი ხელისუფლებისთვის. არის თუ არა დღევანდელი ხელისუფლება გაზრდილი რევოლუციის შემდეგ, თუ ის ცხოვრობს კვლავ პოსტრევოლუციურ ეიფორიაში. არის თუ არა ის მზად, რომ აღიაროს საკუთარი შეცდომები, თქვას, რომ მას შეეშალა რამდენიმე წლის წინ, თქვას, რომ ის არასწორად მოიქცა და ეცადოს იმას, რომ დაანახოს საზოგადოებას, რომ ის არის თვითკრიტიკული და მას შეუძლია დანაშაულის აღიარება, თუ შეცდომის აღიარება როგორც ხდება და მას შეუძლია საკუთარი თავის დასჯა და საკუთარი შეცდომების მონანიება. უმრავლესობამ და ხელისუფლებამ უნდა დაძლიოს კომპლექსი, რომელიც აქვს მას გაჩენილი ამ თემებთან დაკავშირებით. ჩვენი ოპონენტები მუდმივად იყენებენ სხვა ადამიანების ტრაგედიას საკუთარი პოლიტიკური მიზნების და ამბიციებისათვის. როცა ვლაპარაკობთ ზოგადად გამოძიებაზე, აქ ბატონმა გიორგი მახსენე, რომ თუნდაც მათ გამოუძიებიათ ყველა ეს საქმე, მე მინდა გითხრათ, რომ თქვენ რომ რამის სერიოზულად და ობიექტურად გამოძიების სურვილი ქონოდათ, ამას ჯერ კიდევ 2003 წლამდე იმუშავებდით ძალიან სერიოზულ თემებზე აჭარაში და შემდეგაც იმუშავებდით იმ საკითხებზე, რაც ეხებოდა ბატონი ბადრი პატარგასიშვილის მახინაციებს, თუმცა რატომღაც ამას არ აკეთებდით. რაც შეეხება გამოძიებას, დიახ, აქ იყო დარღვევები, აქ იყო კრიმინალი და სწორედ სახელმწიფომ გამოიძია ეს საქმეები და სწორედ იმ ადამიანებმა, ვის დანაშაული ჩაიდინეს, ადეკვატური სასჯელიც შეეფარდათ. სწორედ ეს იყო ხელისუფლება, რომელიც არ შეურიგდა თუნდაც საკუთარი წარმომადგენლების მხრიდან კრიმინალის ჩადენას. ეს იყო ხელისუფლება, რომელიც თუნდაც აღძრა საქმე და ბოლომდე მიიყვანა თუნდაც საკუთარი პარტიის წევრი, საკუთარი პარლამენტარის წინააღმდეგ, როცა ეხებოდა კრიმინალს. ეს იყო ხელისუფლება, რომელიც არ ერიდება თუნდაც სამართალდამცავების დასჯას და არის ხელისუფლება, რომელიც არ ერიდება სამართალდამცავების დასჯას, როცა საქმე მართლა ეხება კრიმინალს. ეს არის ხელისუფლება, რომელიც არ ერიდება საჯარო მოხელეების დასჯას, როცა საქმე ეხება დანაშაულს. და სწორედ ეს არის სამართლიანობა. ბატონო გიორგი, რომელიც არ იყო 2000 წლამდე და განსაკუთრებით არ იყო აჭარაში, მე მინდა ეს თქვენ შეგახსენოთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ. სხვა ადამიანების ტრაგედიის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისათვის ალბათ თქვენთვისაც და ყველასთვის და მთელი საზოგადოებისთვის არის მიუღებელი. ყოველთვის ძალიან მტკივნეულია, როდესაც რომელიმე ერთი კონკრეტული ოჯახის ტრაგედია პოლიტიკური დებატების საგანი ხდება, ალბათ ჩვენ ამ ოჯახსაც, თითოეულ ოჯახსაც პატივი უნდა ვცეთ და მათ ტრაგედიაზე სპეკულირებისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს. ნამდვილად არ არის საქართველოს პარლამენტი ის ადგილი, სადაც პოლიტიკური კარიერა უნდა კეთდებოდეს რომელიმე მკვლელობის გამო, ან ძალიან მძიმე დანაშაულის გამო, საკუთარი ქულების დაწერის გზით. მე უცნაურია ბატონი ახვლედიანის ერთი ფრაზა, რომ ეს მხოლოდ რამოდენიმე ფაქტია, რომელიც ჩვენ დავასახელეთო და გარდა ამისა კიდე ძალიან ბევრი არის, რომელზეც ასევე მოგვიწევს პარლამენტში მსჯელობა და დისკუსიის გახსნა. ანუ ბატონი ახვლედიანის სურვილი ესეთია, რომ არანაირი სამართალდამცავი სტრუქტურები არ გჭირდებოდეს, სასამართლო საერთოდ არ იქნება საჭირო, პირდაპირ კომისიაში მოიტანენ ამ საქმეებს და ბატონი ახვლედიანი პირუთვნელად ამას ყველაფერს გამოიძიებს და შემდეგ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. დიდი ბოდიში, მაგრამ სად არის ეს, რომელ ქვეყანაში ხდება, რომ კონკრეტული მკვლელობის ირგვლივ ესეთი კომისიები იქნებოდეს და შემდეგ პოლიტიკოსები მსჯელობდნენ იქ ცალკეულ დეტალებზე. ან
როდესაც საუბრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნივთმტკიცებები გაქვთ და ფოტომასალები გაქვთ და ასე შემდეგ. ეს გამომძიების კვალიფიკაცია როდის შეიძინეთ და როდის გახდა თქვენთვის ესეთი ახლობელი, ასე ვთქვათ, ის ცნებები, რასაც ქვია ნივთმტკიცება და ფოტომასალა, რომელიც ადასტურებს რაღაც დანაშაულს ან უარყოფს. მე მინდა ვთქვა ერთი რამ. მე შემიძლია თუ დამასრულებინეთ, მე გისმენდით 15 წუთის განმავლობაში, მინდა გითხრათ, რომ გარდა პოლიტიკური სპეკულაციებისა, არაფერი არ იყო თქვენ გამოსვლაში და ძალიან მძიმე იყო ჩემთვისაც ეს მოსასმენად, მაგრამ გისმენდით და არ გამიწყვეტინებია. პარლამენტი ამ საკითხთან დაკავშირებით იქნება ერთსულოვანი. ვფიქრობ, რომ ყველა ესეთ თემასთან მიმართებაში გაცილებით უფრო, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი არის, რომ სამართალდამცავების მხრიდან ხდებოდეს რეაგირება, სასამართლოს მიერ ხდებოდეს ამ საკითხის გარკვევა და ესე ხდება კიდევაც. და თქვენ ვერ დაასახელეთ პიროვნებას, რომელიც იყო დანაშაულში მონაწილე და ვინმე არ დაისაჯა.